მშვიდობისა მთავარ კითხვას დღეს მე თამთა სანიკიძე წარმოგიდგენთ. ნატოსთან დაახლოებისთვის ბევრი მექანიზმი არსებობს, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია. ჩვენ მიერ ყველა მექანიზმი იქნება გამოყენებული, აცხადებს ირაკლი ალასანია ჯეიმს საპატურაისთან შეხვედრის შემდეგ. რა უთხრა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახალ ხელისუფლებას. როდის გამოვლენ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთიდან და რა ხდება თავდაცვის მომავალ მინისტრ სამინისტროში. მთავარი კითხვის სტუმარი დღეს ირაკლი ალასანია. გადაცემის მეორე ნაწილში კვირას ქუთაისში ახალი პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. რამდენი ფრაქციით იქნება ქართული ოცნება წარმოდგენილი? ვიცე-სპიკერობის კანდიდატი მანანა კობახიძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით ბატონო ირაკლი და მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გუშინ თქვენ ჯეიმს საპატურაისთან შეხვედრის შემდეგ თქვით, რომ მომდევნო წელი იქნება გადამწყვეტი ნატოსთან დაახლოების კუთხით კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმაში. რა ნაბიჯი ეგულისხმეთ? ჯერ ეს ერთი მინდა თავად შეხვედრა შევაფასო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე აპატურაიმ ჩაატარა შეხვედრები მომავალი მთავრობის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის უწყების, უსაფრთხოების წარმომადგენლებთან. ძალიან საფუძვლიანი საუბარი ჰქონდათ მომავალ პრემიერ-მინისტრთან საქართველოს ნატოსთან დაახლოების გეგმებზე. მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი მექანიზმი ორმხრივი ურთიერთობის ნატოსთან, რა თქმა უნდა არსებობს ნატო-საქართველოს კომისია, მაგრამ ასევე სხვა ინსტიტუციური მშენებლობის მექანიზმები გამოუყენებელია. ჩვენ ბოლომდე არ არის, ასე ვთქვათ, შევაფასოთ ათვისებული და ჩვენ მაქსიმალურად შევძლებთ დარწმუნებული ვარ და სწორედ ამაზე იყო საუბარი გემდივნის მოადგილესთან, რომ ეს მექანიზმები ბოლომდე გამოვიყენოთ. პირველ რიგში ეს ეხება ინსტიტუციების მშენებას, თვითონ სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების დახვეწას შეერაღებულ ძალებზე, ტრანსპარენტულობას, იმიტომ რომ ძალიან დიდი პრობლემაა თავდაცვის სამინისტროში სწორედ ტრანსპარენტულობის, ასევე ლოჯისტიკური თუ შესყიდვების სამსახურების, ასე ვთქვათ, გამჭვირვალეობის და რაც მთავარია და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ნატოელი პარტნიორებისთვის, რომ თვითონ სამართლის უზენაესობა ქვეყანაში და თავად უწყებებშიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი, კანონი უნდა იყოს ყველასთვის კანონი და არ უნდა არსებობდეს სპეციალური კუნძულები პრივატული მართვის და თავდაცვის უწყება ერთ-ერთი ესეთი სტრუქტურა იყო, სადაც მინისტრები საკუთარი ნება-სურვილის და არა თუნდაც სამხედრო სტრატეგიის, თუნდაც ეროვნული შრომის კონცეფციიდან გამომდინარე ხედვის შესრულებით არ იყვნენ დაკავებული. ასე რომ ძალიან შინაარსიანი სასარგებლო შეხვედრა იყო. რაც შეეხება ჩვენს მომავალ თანამშრომლობას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის რაც შეძლო ბიძინა ივანიშვილმა, ქართულ მოცნებმა, ჩვენმა საზოგადოებამ, რომ შვიდობიანად პირველად მოახერხეთ ტრანზიცია შეცვლა ხელისუფლების და მთავრობის არჩევნების გზით, ეს აუცილებლად აისახება შეფასებებში, რასაც გააკეთებს ნატოს მინისტრთა შეხვედრის დროს და შემდეგ უკვე სამიტზე, ნატოს ხელმძღვანელების ქვეყნების პირველი პირების შეხვედრაზე, ჩვენს შეფასებაში. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს არა მხოლოდ დეკლარირებულად, მხოლოდ სიტყვებით საუბრობს ნატოსთან ინტეგრაციაზე, არამედ კონკრეტულად პოლიტიკური კულტურაც უკვე საზოგადოებაში ისეთი შეიქმნა და ასევე პრეცედენტი მივეცით ჩვენს რეგიონში თითქმის ყველა ქვეყანას. მაგალითი მივეცით, ეს დაფასებული იქნება, ჩვენ გვაქვს ამის იმედი და ასევე აპატურაისთან საუბრებში ეს ნათლად გამოჩნდა. რა სახის იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, ამაზე რა თქმა უნდა ჯერ წინასწარ საუბარი ნაადრევია, უნდა შედგეს ეს მინისტერიალი, ანუ მინისტრების შეხვედრა და იქ ჩამოყალიბდება უკვე რა სახით აღინიშნება საქართველოს ეს პროგრესი. მე დარწმუნებული ვარ, რა სახითაც არ უნდა იყოს, ეს არის ნამდვილად ჩვენი საზოგადოების მონაპოვარი, უფრო დაუახლოვდებით ნატოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი წლიდან სამხედრო ტექნიკურ საკითხებში ჩვენი თანამშრომლობა, პოლიტიკური ურთიერთობა ნატოსთან და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია. ნატო არის პირველ რიგში დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოება, რომელიც აუცილებლად პირველ რიგში აყენებს სწორედ კრიტერიუმს დემოკრატიულობის, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების და ბუნებრივია ამ კონტექსტში სამოქალაქო კონტროლის შეერაღებულ ჯარებზე თავისთავად შეერაღებული ძალების სწორი ორგანიზებაც ამასთან ერთად იქნება პრიორიტეტი. ასევე ვილაპარაკეთ ჩვენი
მეომრების ჩვენი ჯარისკაცების ძალიან მაღალ პროფესიონალიზმზე, რითიც ისინი გამოირჩევიან სწორედ ავღანეთში საერთაშორისო ოპერაციებზე და ჩვენ შევინარჩუნებთ ამ კონტინგენტს, ვიდრე ჩვენი ვალდებულება და მისია ჩვენი ჯარისკაცების არ იქნება ამოწურული. ბატონო ირაკლი, ინტერპრეტირების საგანი გახდა ერთგვარი ავღანეთთან დაკავშირებული თემა, ანუ ეს თემა, თქვა, ჯეიმს საპატურაიმ იმედი გამოთქვა გუშინ, რომ 2014 წლის შემდეგ, ანუ მისიის ამოწურის შემდეგაც ის იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ჯარისკაცები დარჩებიან ცხელ წერტილში. აგრეთვე ალექსი პეტრიაშვილის კომენტარი გავრცელდა გუშინ, რომელმაც თქვა, რომ ჯერ ისევ არ არის გადაწყვეტილება მიღებული. კონკრეტულად არის თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება თქვენ შემთხვევაში მიღებული? 2014 წლის შემდეგ რჩებიან ქართველი ჯარისკაცები ცხელ წერტილში? თუ არა? პირველ რიგში არც მე და არც ალექსი პეტრიაშვილი ჯერ არა ვართ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ჯერ კაბინეტში, ასე ვთქვათ, შესული, დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი. და რა თქმა უნდა, ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით ყველა ისეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომლის მიღების კომპეტენცია ჯერ არ აქვს და მათ შორის ეს არის ესეთი საკითხი. ეს სწორედ ესეთი საკითხია. მე მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს გარკვეული დიალოგი არსებობდა მოქმედ ხელისუფლებასა და ნატოს წარმომადგენლებს შორის შესაძლებლობაზე, რომ ჩვენმა სამხედროებმა იქ გააგრძელონ სამსახური, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ მას მერე, როდესაც გავთვლით თუ რამდენად პოლიტიკურად მიზანშეწონილია საქართველოსთვის ჩვენი ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით, ჩვენ პარტნიორებთან და ისეთ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ღია ვართ მოვისმინოთ ნატოელი პარტნიორებისგან შემოთავაზებები და როდესაც უკვე კაბინეტი დამტკიცდება და დაიწყება ოფიციალური დიალოგი ამ საკითხზე, მერე საზოგადოებისთვის არ იქნება დამალული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო გაჟღერდა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებებში. მათ თქვა ასეთი ფრაზა: საქართველოს მომავალი ნატოში განისაზღვრება ავღანეთში თქვენი წვრილი შეტანით. ეს იყო თარგმანის პრობლემა, იმიტომ რომ საინფორმაციო სააგენტოთი გავრცელდა ეს განცხადება. თუ რა იგულისხმება მაშინ ჯეიმს საპატურაიმ ამ განცხადებაში, ანუ პირდაპირ ჩვენი გაწევრიანება დამოკიდებული არის ავღანეთში ჯარისკაცების კონტრიბუციაზე? ეს პირდაპირ ესე არ არის, მე არ მომისმენია კონკრეტულად ამიტომ თარგმანზე მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთე, მაგრამ ჩვენ მქონდა ამაზე საუბარი ბუნებრივია მასთან. საქართველოს გაწევრიანება ნატოში პირველ რიგში დამოკიდებულია იმაზე, რომ საქართველოს თავად ამ კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. პირველ რიგში ეს არის სწორედ დემოკრატიული, ინსტიტუციური სახელმწიფოს შექმნა, სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა და ბუნებრივია ამ კუთხით ჩვენი სამხედრო შეერაღებული ძალების თავსებადობა, ოპერირება ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან და მათ შორის ჩვენი წვლილი საერთაშორისო ოპერაციებში არ იქნება მთავარი გამსაზღვრელი, მაგრამ იქნება ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი. ბუნებრივია ეს. მაგრამ ჩვენი გაწევრიანება ნატოში არის დამოკიდებული უფრო მეტად საქართველოზე, თუ რამდენად სწორად, დროულად შევასრულებთ იმ რეფორმებს, რაც არის წინაპირობად დაყენებული ნატოში გაწევრიანების. აქ მთავარი მომენტი კვლავ რჩება ის, რომ რუსეთს მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოკუპირებული აქვს დროებით ჩვენი ტერიტორიის 1/3, არ აქვს არანაირი დაბლოკვის საშუალება. ეს ძალიან ნათლად არის ნატოს სახელმწიფოების და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში განსაზღვრული. ამიტომ ეს არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი, იმიტომ რომ რუსეთს არ ექნება დაბლოკვის საშუალება და ეს პოლიტიკა გაგრძელდება ბუნებრივია, მაგრამ მთავარი განსაზღვრელი იქნება სწორედ ჩვენი ხალხის შესაძლებლობა ჩამოვაყალიბოთ დემოკრატიული ინსტიტუციური ქვეყანა, რომელ გზაზეც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ოქტომბრის არჩევნებში. მაგრამ ბატონო ირაკლი, თქვენი ერთ-ერთი საგარეო პრიორიტეტი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან ერთად არის ასევე რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება. მართალია ხშირად დასმულა შეკითხვა, მაგრამ მე აუცილებლად მინდა გკითხოთ, როგორ წარმოგიდგენიათ ნატო ერთდროულად და რუსეთთან ურთიერთობის დალაგების დაწყება? განსხვავებით წინამორბედი მთავრობისგან, ჩვენი პოლიტიკა არ იქნება აგებული იმაზე, რომ ნატოში გაწევრიანება და სწრაფვა ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების ეწინააღმდეგება ფუნდამენტალურად რუსეთთან, ჩვენ მეზობელთან ურთიერთობების ნორმალიზებას. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და არ აგვაქვს იმის ილუზია, რომ ეს ურთიერთობები მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთს მიეცა ხელახალი საშუალება შემოეყვანა და ოკუპაცია გაეკეთებინა ჩვენი ტერიტორიის თითქმის მესამედის, მიუხედავად ამისა ჩვენ თვლით, რომ აუცილებელია პოლიტიკური დიალოგი დაიწყოს რუსეთის ფედერაციასთან. ეს იქნება რთული დიალოგი, ეს იქნება მტკივნეული პროცესი, მაგრამ სხვა ალტერნატივა საქართველოს არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას
პრობლემური საკითხების გადაწყვეტას აფხაზებთან და კონფლიქტის მოგვარებას აფხაზებთან ჩვენს ოს თანამოქალაქეებთან არ ვაპირებთ სამხედრო შეიარაღებული ძალების მონაწილეობით. ანუ ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლით დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ნახეთ, რომ პოლიტიკა, რომელიც იყო აქამდე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, საქართველოს და არა მხოლოდ სააკაშვილის პერიოდის მანამდეც იყო მცდარი, არასწორი და როდესაც მე საუბრობდი ჩვენს ანალიზზე, რომელიც აუცილებლად უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რა იყო ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი 20 წლის განმავლობაში, სწორედ აი ამ ანალიზზე დაფუძნებული იქნება ჩვენი სტრატეგიაც და მათ შორის რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაც. მე ასევე ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო როლი ექნება ევროკავშირს, იმიტომ რომ სწორედ ევროკავშირის შუამავლობით მოხდა იმ შეთანხმების გაფორმება პრეზიდენტ სააკაშვილსა და იმდროინდელ პრეზიდენტ მედვედევს შორის, რომლის შესრულებას რუსეთი ვერ გაექცევა. იმიტომ რომ ხელი მოწერილი აქვს, რომ ამ უნდა გაიყვანოს რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომელიც უკანონოდ არის საქართველოში, საქართველოდან. მაგრამ რეალობა დღეს ისეთია, რომ ამის შესრულება უახლოეს მოკლევაა და არ შეიძლება, ამიტომაც დიალოგი ჩვენ ჯობია კონდეს რუსეთთან, ვიდრე ვილაპარაკოთ მხოლოდ დასავლეთელებთან და იგნორირება გაუკეთოთ ამ მნიშვნელოვან დიალოგს. თქვენ ვახსენეთ, რომ საბრძოლო რიტორიკაზე არ იქნება ეს ყველაფერი დაფუძნებული აფხაზებისა და ოსებისათვის და აქვე მინდა ჩაგეკითხოთ. როდესაც ახალი მთავრობა წარადგინა ბიძინა ივანიშვილმა, მაშინვე თქვენმა ასევე პაატა ზაქარიაშვილისა და გურამ ოდიშარიას კანდიდატურებმა ასევე შეიძინა კიდევ ერთი დატვირთვა საზოგადოებაში. თავად ზაქარიაშვილმაც თქვა ერთი კვირის წინ კაბერდის გადაცემაში, რომ თქვენც ხართ ის, რომელსაც აქვს კონკრეტული გზავნილი აფხაზებისათვის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ჩართული იყავით აფხაზებთან მოლაპარაკების პროცესში. ხომ არ ფიქრობთ, რომ ზუსტად თქვენი კანდიდატურის შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო სწორედ ის, რომ წლების განმავლობაში თქვენ ნდობით სარგებლობდით? ცითრა არ გამოურიცხავ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რაც გაითვალისწინა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, როდესაც ეს მიმართულება შემომთავაზა. მაგრამ მაინც ძირითადი ალბათ მე ვთვლი იყო ის, რომ მე მაქვს უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში კონკრეტული გამოცდილება, ნამუშევარი ვარ უშუალოების სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, ვიცნობ ამ სპეციფიკას სამუშაობის, ალბათ ეს უფრო გამსაზღვრელი იყო, თუმცა მე ვაპირებ, რომ ჩემი წვლილის შევიტანო ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენაში, ჩვენი მეგობრობის აღდგენაში და ის სტრატეგია, რომელზეც ჩვენ ვფიქრობდით და გვქონდა 2005 წელს და მაშინ ბატონი პაატა ზაქარიაშვილი, როგორც არასამთავრობო ასე თქვა მიმართულებიდან უდიდეს სამუშაოს წევდა, გურამ ოდიშარია, ეს ადამიანია, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემს აფხაზური მხარე, ეს რესურსი და ყველა ძაფი, რომელიც არსებობს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, ისევ როგორც ჩვენს ოს თანამოქალაქეებთან ურთიერთობებში იქნება გამოყენებული. რაც შეეხება თვითონ თავდაცვას, მე მინდა აღვნიშნო დოქტრინა ჩვენი, რა თქმა უნდა იქნება გადახედილი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ეროვნული უშუალოების სტრატეგია, საიდანაც გამომდინარეობს ყველა უსაფრთხოების და ასე ვთქვა თავდაცვითი სხვა დოკუმენტი და ხედვა, მაგრამ თავად თვითონ თავდაცვის უწყების და სამხედრო შეიარაღებული ძალების მშენებლობაში ჩვენ აშკარად გვექნება დიდი ცვლილებების შესატანი. თავარი ის არის, რომ ჩვენ ძირითადად თავდაცვითი და შემაკავებელი ფუნქციას ვხედავთ ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, ისევე როგორც სწრაფი მობილური სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაზე გვაქვს გვექნება აქცენტი გადატანილი. სანამ რეკლამაზე გავთ, მცირე ჩაკითხვა მექნება, თქვენ ამბობთ, რომ ისევ აპირებთ მონაწილეობა მიიღოთ ამ მოლაპარაკების პროცესში აფხაზეთთან. უფრო მეტად ეს იქნება პაატა ზაქარიაშვილის ფუნქცია. ხომ გული, რომ უფრო მეტად იქნება ამ შემთხვევაში პაატა ზაქარიაშვილი? არა, მოლაპარაკების პროცესი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ ხელში. და ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ვინც სამოლაპარაკებებს ღირსეულად და შინაარსიანად და ეფექტურად წარუძღვება. ჩემი წილს გულისხმობ იმაში, რომ უსაფრთხოება თავდაცვა ჩვენი ქვეყნის ისე იქნება უზრუნველყოფილი, რომ ამ დიალოგს ხელი შეეწყოს რეალურად და ის საფრთხეები, რაც არსებობდა ამ დიალოგის განახლების, ასე ვთქვათ, ხელი შემშლელი ფაქტორები მოხსნა. რა გეგმებით მიდიხართ თავდაცვის სამინისტროში? რეკლამა და რეკლამის შემდეგ უკვე ამ თემაზე ვისაუბრებთ. თავარი კითხვა დაბრუნდა პირდაპირ ეთერში თავდაცვის მინისტრობის კანდიდატია ჩვენი სტუმარი. ბატონო ირაკლი, რა გეგმები გაქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით? ირაკლი სესიაშვილმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ შესაძლოა შემცირდეს და 6-დან 8 თვემდე შემცირდეს გაწვევისვა და ასევე საკმაოდ შესაძლოა და აიწვიოს 19 წლამდე. გეგმავთ თქვენ? კი, განვიხილავთ ჩვენ ამ ვარიანტს. პირველ რიგში ეს შეთანხმებული იქნება პრემიერ-მინისტრთან, ეს ხედვა.
შემდეგ უკვე ბუნებრივია მას სჭირდება უშუალოდ საბჭოს გადახედვა სამსაკითხის და შემდეგ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს კონკრეტულად თუ როგორ წავა სამხედრო სავალდებულო სამსახური, რა ასაკი იქნება, რა პერიოდით იქნება. ეს დამოკიდებულია პირველ რიგში იმაზე, თუ რა მოთხოვნებს უწესებთ ჩვენ წვევანდელებს, რა რაოდენობით იქნება გაწვევა. ეს ყველაფერი არის ჯერ პირველ რიგში შერეღებული ძალების მიერ დასაგეგმი და ჩვენ როგორც სამოქალაქო კონტროლი და სამოქალაქო მინისტრი შემდეგ მათ წინადადებებს განვიხილავთ, მათგანაც უნდა მოდიოდეს ეს ასე ვთქვათ შესწავლა ამ საკითხის. დღის წესრიგში დგას, მაგრამ ჩვენ არ გადავწყვიტავთ თავდასებერთ პიროვნულად ეს იქნება ჩვენს სამხედრო საომავლო დოქტრინაზე მიბული. კიდევ ერთი ინიციატივაა მომავალი პარლამენტიდან სამხედრო ომბუდსმენთან დაკავშირებითაც. რა ფუნქცია იქნება ამ ომბუდსმენს და თქვენ უჭერთ ასეთ ინიციატივას? სწორედ ირაკლი სესიაშვილმა მე გამაცნო ეს ინიციატივა, რომელიც მე ძალიან მომეწონა. ევროპულ ქვეყნებში, რიგ ქვეყნებში ესეთი პრაქტიკა არსებობს. ჩემი აზრით, განსაკუთრებული დატვირთვა ექნება სწორედ საქართველოში, იმიტომ რომ ეს უწყება წლების მანძილზე იყო აბსოლუტურად ჩაკეტილი. ხდებოდა არაერთი და სამწუხაროდ ასობით ასე ვთქვათ ფაქტები ფიქსირდებოდა არაადამიანური მოპყრობის ჩვენ ჯარისკაცების მიმართ ხელმძღვანელობის მხრიდან, ასევე ოფიცრების მიმართაც. საერთოდ კულტურა იყო დამკვიდრებული აბსოლუტური უპასუხისმგებლობის და ჯარისკაცი არ იყო თავდაცვის უწყებისთვის მთავარი ღირებულება. და მე მგონია, მე მინდა გავიხსენოთ თუნდაც ერთი ფაქტი, რომელიც ძალიან რეზონანსული იყო, თქვენ გახსოვთ, რომ დაკავებული იყო თავდაცვის უწყების მიერ ბატონი სერგო თეთრაძე, რომელიც შემდეგ წამებით მოკლეს და ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ გააკეთა არც პროკურატურამ, არც ერთმა მაკონტროლებელმა ორგანომ. მე დავპირდი საზოგადოებას, რომ ამ საქმესაც და სხვა საქმეებსაც ბოლომდე გავარკვევ და პასუხისმგებაში მივცემთ იმ ადამიანებს, ვინც ამაში დანაშაული ჩაიდინა და მიუძღვის წვლილი. ასე რომ აბსოლუტურად სწორია, რომ ესეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ომბუდსმენის არსებობდეს, რომელიც ბუნებრივია იქნება პასუხისმგებელი პარლამენტთან და მეტ შანსს მისცემს თავად ესეთი ფაქტების აღმოფხვრას თავდაცვის უწყებაში. ასე რომ ესეც ის ინიციატივა, რომელიც ჩემი აზრით მხარდასაჭერია და იმედია, რომ მხარს დაგუჭერებ. ბატონო ირაკლი, სარეზერვო სისტემას რაც ეხება, თუნდაც 2008 წლის მოვლენებმა აჩვენა და საპარლამენტო კომისიის დასკვნაშიც ეწერა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი იყო. გეგმავთ თუ არა სერიოზულ რეფორმებს? ერთ-ერთი, არაერთი, იმიტომ რომ პრაქტიკულად მთლიანად მორღვეული იყო გენერალური შტაბის მიერ ჩვენი სამხედრო შენაერთების კოორდინირებული, ასე ვთქვათ, კონტროლი და მართვა. კომუნიკაცია იყო პრაქტიკულად არ არსებობდა, მობილური ტელეფონებით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს ჩვენი სამხედრო მეთაურები, იმიტომ რომ ეს ტექნიკა, რომელიც შეძენილი იყო, არ იყო გამოყენებული. და რა თქმა უნდა რეზერვიც ბედის ანაბარა მიატოვეს ხელმძღვანელებმა, ის ბიჭები, რომლებიც გულანთებული წავიდნენ, რომ საკუთარი ქვეყანა დაეცვათ, აღმოჩნდნენ თავად დასაცავები, იმიტომ რომ ისეთი დესორგანიზებული იყო მთლიანად რეზერვის სისტემა. რა თქმა უნდა ეს შეიცვლება, მაგრამ მეორე მცდელობაც იყო რეზერვის შექმნის ბოლო 8 თვის განმავლობაში. მე თუ გახსოვთ თქვენ ამაზე გავამახვილე ყურადღება, რომ პრაქტიკულად არაფორმალური ჯგუფები იქმნებოდა, რაც შემდეგ გადააკეთეს რეზერვად და მე გეტყვით, რომ აქ იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი დატვირთვა ხალხის. პოლიტიკური შეკვეთა უნდა ყოფილიყო, რომ მათ ანგარიში გაეწორებინათ პოლიტიკურ ოპონენტებთან. ამის პრევენცია მოვახერხეთ, იმიტომ რომ იქ გაერთიანდნენ პატრიოტი, ვაჟკაცი ბიჭები, რომლებსაც მართლაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი აინტერესებდათ, რომ დაეცვათ თავის ქვეყანა და არ ჩაერივნენ შიდა პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, დაპირისპირებაში. მაგრამ ეს მხოლოდ იმის მერე, როდესაც მე ღიად განვაცხადე ამის შესახებ და მახსოვს უშვრების საბჭოს და სხვაებიც უარყოფდნენ ესეთი ჯგუფების არსებობას. დღეს ეს დადასტურებულია და ფაქტია. ამიტომ აქ ძალიან დიდ დანაშაულობამდე მისულ სამსახურებულ გულგრილობასთან გვაქვს საქმე, რომელიც აუცილებლად იქნება გამოძიებული და ამ ბიჭებს ჩვენ ბუნებრივია ინკორპორირებას გაუკეთებთ ჩვენს სისტემაში და ისინი გააგრძელებენ უკვე ლეგალურ საწყისებზე საკუთარი ქვეყნის სამსახურს. ასე რომ მთლიანად შეიცვლება ფილოსოფია რეზერვის შექმნის. რეზერვი უნდა ყავდეს ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გაწვრთნილი, ვისაც ეძებნება კონკრეტულად რა მომენტში სადდევს საბრძოლო იარაღი, ვისთან მივიდეს, როგორ დაჯგუფდნენ ეს სისტემა ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება, ძალიან კარგად არის აპრობირებული, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში როგორც შვეიცარია და ასე რომ ჩვენ გავითვალისწინებთ ამ კარგ გამოცდილებას, რომელიც აქვს ჩვენი ზომის და ჩვენი რელიეფის ქვეყანას. დაჯგუფებები ახსენეთ და მინდა ჩაგეკითხოთ, თვითონ არჩევნების დროს შეამჩნიეთ თქვენ ასეთი დაჯგუფებები, რომლებზეც ჯერ კიდევ არჩევნებამდე რამდენი რა თქმა უნდა და მე ამის შესახებ ვაცნობე როგორც
სამართალდამცავ სტრუქტურებს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს. განთავსებული იყვნენ ოჯახებში, სახლები ჰქონდათ ნაქირავები, წვრთნებს გადიოდნენ. არჩევნების დღეს რიგი ძალოვანი სტრუქტურების, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ჩართული იყვნენ კონკრეტულად მე რაც ვნახე ზუგდიდის რაიონში აურჩევლების დაშინებაში. რო არ გამოსულიყვნენ ჩვენი მხარდამჭერი ასე ვთქვათ და იდენტიფიცირებული ელექტორატი ჩვენი არჩევნებზე რო არ მოსულიყვნენ დაახლოებით 115 პიკაპის ტიპის მანქანა იყო სამხედრო შემჩნეული დაბალ ზონაში, რომელიც სწორედ ამ საქმიანობით იყო დაკავებული, ანუ პოლიტიკური მიზნით იყენებდა ნაციონალური მოძრაობა ესეთ ჯგუფებს. ბუნებრივია ეს იქნება ყველაფერი გამოძიებული. ბუნებრივია საპარლამენტო კომისიას ამას საფუძვლიანად შეისწავლის და ყველაფერს თავის სათქმელს. დღესად არიან ეს დაჯგუფებები დაშლილები არიან თუ ისევ გარკვეულ წერტილებში გამაგრებულები არიან თქვენი? დღეს არიან იქ სადაც იყვნენ, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა იქ ძირითადად არიან პატრიოტი ვაჟკაცი ბიჭები, რომლებსაც არ უნდათ თავისინებით რომ ჩართულიყვნენ პოლიტიკაში და ჩვენ როგორც აღვნიშნე გვაქვს პოლიტიკა ამ ადამიანების ინკორპორირების, დაბრუნების თავდაცვის უსაფრთხოების სისტემაში და შემდეგ უკვე მოწესრიგება და მათი ლეგალურად უკვე ქვეყნის ჩვენი თავდაცვის სამსახურში ჩაყენება. თქვენი წარმომადგენლები უკვე მართავენ თავდაცვის სამინისტროში შეხვედრებს, მაგრამ იქ არ იმყოფება თავდაცვის მოქმედი მინისტრი. არც მისი მოადგილე დათა ახალაია, რომელზეც ამობდნენ, რომ პრაქტიკულად ის იყო მმართველი მთელი ამ უწყებისა. სად იმყოფებიან ისინი, რა ინფორმაციას ფლობთ თქვენ? ცით რა, ჩემი საქმე არ არის ახლა დავინტერესდე თუ სად იმყოფებიან ყოფილი მთავრობის წევრები, ისევე როგორც გენერალური პროკურორი, რომელმაც პირველივე დღეს დატოვა ქვეყანა, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, ბუნებრივია, ყველანი სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ შესწავლილი იქნება მათი საქმიანობა და თუ საჭიროებას მოითხოვს, ისინი აქ ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან. დღეს სოფლიოში ჩვენი ურთიერთობებით, ასე ვთქვათ, ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან და სამართალდამცვის სფეროში ძალიან ფართოა დღეს სოფლიოში თანამშრომლობა, დამნაშავის პოვნა და დაბრუნება წარმომავლობის ქვეყანაში აბსოლუტურად არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმპცია და მხოლოდ იმ შემთხვევაში ესე დადგება ეს საკითხი, თუ კი ქართულმა მართლმსაჯულებამ გადაწყვიტა, რომ მათ რაიმე დანაშაული მიუძღვით. მაგრამ რა ინფორმაციას ფლობთ თქვენი წარმომადგენლებისგან, რომლებიც იქ უკვე მუშაობენ? რამდენად მძიმე მემკვიდრეობა გხვდებათ იქ? ძალიან სწორად დასმული შეკითხვაა. ჩვენ მე უკვე მეოთხეჯერ მოვისმინე ანგარიში სამუშაო ჯგუფის მიერ. შემიძლია ვთქვა, რომ გამეფებული იყო აბსოლუტური უპასუხისმგებლობა სისტემაში. არ იყო არანაირი გამჭვირვალეობა მართვაში, თანხების მობილიზება და შემდეგ ხარჯვაში. და ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ იქნება პირველ რიგში წესრიგში მოვიყვანოთ, ინვენტარიზაცია ჩავატაროთ, რომელიც პრაქტიკულად არ ჩატარებულა, სპეცტექნიკაც კი აბსოლუტურად აღურიცხავი იყო, როდესაც გარკვეული დოკუმენტების შესწავლა დავიწყეთ, სრულ სურათს თუ რა მძიმე მემკვიდრეობა გვხდება თავდაცვის სამინისტროში, მე როდესაც და თუ კი დაგვამტკიცებს პარლამენტი, წარუდგენ საზოგადოებას. მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ უკვე რასაც ვფიქრობ, რომ სერიოზული რეფორმა ჩატარდება თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ნაწილში და ასევე გენერალური შტაბის კუთხითაც და შერეღებულ ძალებში. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც ჯერ არ ახმაურებთ ასე კონკრეტულად, შეიძლება თუ არა რომ გამოიკვეთოს იგივე ახალაიას ან შაშკინის პასუხისმგებლობის საკითხი, ანუ რამდენად მაღალ ჩინოსნობიც იყვნენ უშუალოდ ჩართულები პირველი პირები უწყების, ვთქვათ, უკანონო კმედებში. არ წარმოადგენ გამოძიებას აქედან გამომდინარე, მე თავ შევიკავებ, რაიმე კომენტარი გავაკეთო, თუმცა მე მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ძალიან მრავალი წარმომადგენელი თავდაცვის უწყების დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. ამის საფუძველს მაძლევს ის სურათი, ის უმძიმესი ხასოსვა მემკვიდრეობა, რაც დაგვხვდა თავდაცვის უწყებაში. აქვე ძალიან საინტერესო არის რა ბედი ეწევათ იმ ადამიანებს, იმ სამხედრო მოსამსახურებს, რომლებიც სხვადასხვა დროს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იყვნენ გათავისუფლებულები. ამ ადამიანებთან დაკავშირებით რა გეკმები? სპეციალური ჯგუფი უკვე ჩანაფიქრში არის, რომელიც შეიქმნება და გაივლის ყველა ესეთ შემთხვევას და მე არაერთხელ მithქვამს და გავიმეორებ, ჩვენ არა გვაქვს ფუფუნება საქართველოს, რომ ნებისმიერი სამხედრო კვალიფიციური კადრი
რომელიც მომზადებული იყო, რომელსაც გააქვს საბრძოლო და სამხედრო გამოცდილება, დავკარგოთ და არ დაუბრუნოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვითარიანობის შენებას. ასე რომ ყველა, ვისაც სურვილი აქვს, ყველა ვინც დათხოვნილი იყო პოლიტიკური ნიშნით ან ნებისმიერი სხვა პირადი შეუთავსებლობით და ძალიან ბევრი გადაწყვეტილება სწორედ პირად დონეზე, სიმპათია, ანტიპათიის დონეზე და იყო მიღებული და მათი ლოიალობა დგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ კი ისინი პირადად არ დაუდასტურებდნენ ერთგულებას, ნაციონალურ მოძრაობას, ესეთი ადამიანები, თუ მათ სურვილი ექნებათ, აუცილებლად დაუბრუნდებიან საკუთარ საქმეს. დიახ, გენერალური შტაბთან დაკავშირებით არჩევნებიდან ძალიან მალე პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება და დევი ჭანკოტაძე შეცვალა გიორგი კალანდაძით. თქვენ რა გეგმები გაქვთ, იმიტომ რომ როდესაც მივხვალთ, თქვენ ვერ შეცვლით პრეზიდენტმა დანიშნა და თუ გყავთ ასევე ვახტანგ კაპანაძეზე გავრცელდა, რომ შესაძლოა ის იყოს კანდიდატურა გენერალური შტაბის შემცვლელისა. ვახტანგ კაპანაძე არის ჩვენი სამუშაო ჯგუფის წევრი, რომელიც არის ძალიან გამოცდილი სამხედრო გენერალი, საბრძოლო მებრძოლი გენერალი, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვსვამ, მაგრამ არავითარი საკადრო გადაწყვეტილება ჯერ შეთანხმებული არ არის. ამას ბუნებრივია ჩვენ შევათანხმებთ პრემიერ-მინისტრთან და შემდეგ გვექნება პოლიტიკური დისკუსია უმცირესობაში წასულ ნაციონალურ მოძრაობასთან და პრეზიდენტთან პირველ რიგში, იმიტომ რომ მისი ნომენკლატურა მან დანიშნოს. ჩვენ ეს ცვლილება, რომელიც განახორციელეს გენერალურ შტაბში, გაგვაცნეს, ინფორმირებული ვიყავით ამის შესახებ და იქვე მე განუცხადე, რომ როდესაც მთავრობა დამტკიცდება, ჩვენ გვექნება კონსულტაციები ჩასატარებელი ახალი გენერალური შტაბის ხელმძღვანელის შერჩევაზე. ანუ ელოდებით, რომ თავისი სურვილით მოხდება, ვთქვათ, კალანდაძის გადაყენება, თუ როგორ? მე მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ ეს პროცესიც იქნება უმტკივნეულო, ისევე როგორც ის ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელების დანიშვნის პრეროგატივა მიეცა ახალ პრემიერ-მინისტრს, ასევე ესეთი საკითხებიც გადაწყვეტილი იქნება პოლიტიკური კონსენსუსით. რაც შეეხება მოადგილეებს, ბატონო ირაკლი, ვინ იქნებიან მოადგილეები? ერთ-ერთი გავრცელდა თქვენი პრესამსახურის ხელმძღვანელი ვაკვალიანთან დაკავშირებით. თუ არის უკვე კონსულტაცია? კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არანაირი საკადრო გადაწყვეტილება საბოლოოდ მომზადებული არ არის. უნდა გავიაროთ ეს საკითხები პრემიერ-მინისტრთან და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. მთავარი კრიტერიუმი ჩვენთვის არის გამოცდილება, პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება. ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ ბუნებრივია განვიხილავთ ასეთ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე პირის დანიშვნის საკითხსაც. გარდა სამხედრო ომბუდსმენი ახსენეთ პირველ ნაწილში, გარდა ომბუდსმენისა, რა იქნება გარანტია იმისა, რომ დეპოლიტიზირება მოხდება მთლიანად სისტემისა? სამოქალაქო კონტროლი პირველ რიგში. გარდა ამისა იქნება ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობა და კონტროლი. ჩვენ ვიქნებით ძალიან ახლო თანამშრომლობის, ასე ვთქვათ, რეჟიმში სპეციალურ კომიტეტთან თავდაცვის და უშიშროების. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთხელ პრაქტიკულად არ ჩატარებულა მოსმენა პარლამენტში რეალურად როგორი ხარჯებოდა თანხები თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე თავდაცვის უწყებაში. მილიონობით, ათეულ მილიონობით სახსრები იყო დაფლანგული ისე, რომ დოკუმენტიც კი არ არის შედგენილი წესიერად, ასე რომ ეს უპასუხისმგებლობის კულტურა, რომელიც არსებობს ზოგადად ნაციონალურ მთავრობაში, მაგრამ ასევე კონკრეტულად თავდაცვის უწყებაში შეიცვლება ძლიერი სამოქალაქო კონტროლით და საპარლამენტო ზედამხედველობით. წლების განმავლობაში იყო არაერთი ბუნდოვანება იგივე გარდაცვლილ ჯარისკაცებთან დაკავშირებით სამხედრო ნაწილებში. ზოგადად სამხედრო ნაწილებში რა მდგომარეობა გვხვდებათ და იქნება თუ არა ბუნდოვანი და საეჭვო საქმეები გამოძიებული გარდაცვლილ ჯარისკაცებთან? აუცილებლად. ეს ჩვენი ვალდებულებაა. ეს საკითხები რო არ გამოვიძიოთ, ბუნებრივია, ჩვენ ვიქნებით თვითონ დამნაშავეები, ვინც მივდივართ ახლა თავდაცვის უწყების სახელმძღვანელოდ. აქედან გამომდინარე, ეს არის სამართალდაცვითი საქმე. ჩვენ გვყავს სამხედრო პოლიცია, რომელიც დაიწყებს ამ საკითხების შესწავლას, შემდეგ პროკურატურა გააგრძელებს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი იქნება სამართლებრივ ჩარჩოებში. ჩვენ არ ვაპირებთ ინდივიდუალური პირადი განწყობების მიხედვით მივიღოთ რამე გადაწყვეტილება. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას, სადაც სამართლის უზენაესობა უნდა იყოს მთავარი პრინციპი და აქედან გამომდინარე ჩვენს თავდაცვის უწყებაში ზუსტად ანალოგიურად ეს პრინციპი იქნება განხორციელებული. ლაფანყურთან დაკავშირებითაც მექნება ანალოგიური შეკითხვა. ამ შემთხვევაშიც თუ გეგმავთ, რომ გამოძიებას მიმართოთ? ეს უნდა გაანალიზდეს, რატომ მოხდა ისე ოპერაციის დაგეგმვა და განხორციელება, რომ დაიღუპნენ ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. რატო იყო მიღებული გადაწყვეტილება გაენადგურებინათ საეჭვო ჯგუფი და არ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ დაეკავებინათ ისინი, იმიტომ რომ
დარწმუნებული ხართ ალბათაც რომ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის ის ინფორმაცია რომელიც შეიძლებოდა მათ მოეწოდებინათ უკვე გამოკითხვის შემდეგ იქნებოდა ბევრად უფრო საყურადღებო და მნიშვნელოვანი ეს საეჭვო საკითხები არსებობს მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვი ეს არის გამოძიების საქმე ეს არ იქნება თავდაცვის მინისტრის საქმე და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ ერიკ რუბინს შეხვდით თქვენ ამ მიმდინარე კვირას ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს როგორ გაგრძელდება ამერიკასა და საქართველოს შორის ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა მომავალ პრემიერ-მინისტრმა ამ შეხვედრაზეც აღნიშნა რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკაში არის სწორედ ამ სტრატეგიული მე ვიტყოდი სპეციალური ურთიერთობებისაც შეერთებულ შტატებთან გაგრძელდეს, გაღრმავდეს და კიდევ უფრო ყოვლისმომცველი გახდეს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბოლო წლებში გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია და ინსტიტუციონალიზებული გახდა ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეხლა გადავდივართ განხილვებზე ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების გამარტივების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ასე ვთქვათ მოცულობის ამ ურთიერთობებში არის სწორედ სამხედრო თანამშრომლობა. არა მხოლოდ ავღანეთს გულისხმობ, სამხედრო თანამშრომლობა ჩვენი ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაიწყო ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს. სწორედ მე ვიყავი კონტრტერორისტული ძალისხმევის ერთ-ერთი მესვეული, როდესაც დაიწყო წვრთნას და აღჭურვის პროგრამა, რამაც ძალიან დიდი ბერკეტი გაუჩინა საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს, რომ ძალისმიერი ასე ვთქვათ საშუალებები გაჩენოდა და მან ძალიან გაგვიმარტივა ტერორისტთან ბრძოლა, შემდეგ გაგრძელდა და კიდევ უფრო ყოვლისმომცველი გახდა ეს ურთიერთობები, ასე რომ მხოლოდ გაღრმავდება ერიკ რუბინთან ცალკე შეხვედრაც ჰქონდა ჩვენ, სადაც ვისაუბრეთ უკვე უფრო ტექნიკურ მხარეებზე. ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მე ველოდები რომ ეს ურთიერთობები იქნება ბევრად უფრო ღრმა, შინაარსიანი, არ იქნება ფასადურ პიარზე დამყარებული, არამედ რეალურ თვისობრივ სტრუქტურულ თავსებადობაზეც ჩვენი ურთიერთობებში. ძალიან დიდი მადლობა. ირაკლი ალასანია, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს, გადაცემის მეორე ნაწილში მანანა კობახიძე ვიცე-სპიკერობის კანდიდატი იქნება ჩვენი სტუმარი. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერობის კანდიდატი მანანა კობახიძეა ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ქალბატონო მანანა, მადლობა იმისთვის რომ მიღებთ მონაწილეობას გადაცემაში. მივესალმებით ტელემაყურებლებს. დღეს იყო კონსულტაციები ქართული ოცნების ოფისში. რაზე ჩამოყალიბდით? რამდენი ფრაქცია ეყოლება ქართულ ოცნებას საკანონმდებლო ორგანოში? ჩვენ დღეს მდგომარეობით ჩამოვყალიბდით 4 ფრაქციაზე. ყველაზე დიდი იქნება ქართული ოცნება, ანუ ეს არის ჩვენი პარტიის ასე ვთქვათ წევრებისგან და ჩვენი პარტიის სიით დასახელებული პირებისგან შემდგარი ფრაქცია. რა თქმა უნდა, ამ ჩვენს დიდ უმრავლესობაში შემოვლენ ასევე ფრაქცია ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატები, ასევე ქართული ოცნება რესპუბლიკელები, ქართული ოცნება კონსერვატორები. ანუ ეს 4 ფრაქცია შეექმნის უმრავლესობას, რომელსაც ასე ვთქვათ პრინციპში ქვია ქართული ოცნება. მაგრამ მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ფრაქციებთან დაკავშირებით. იყო თქვენი კომენტარი, რომ 4-5 ფრაქცია იქნებოდა, ასევე ზურა აბაშიძის 4 ფრაქციასთან დაკავშირებით. გააკეთა განცხადება ზვია ძიძიგურმა, რომ ყველა სუბიექტს ეყოლებოდა საკუთარი ფრაქცია პარლამენტში. თინა ხიდაშელმა კი თქვა, რომ იქნებოდა მხოლოდ 3, რადგან დანარჩენ პარტიებს არ ეყოლებოდა დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა. რატომ იყო აი ასეთი გასხოვებული მოსაზრება? იცით რა არის? პრინციპში მე უნდა მეთქვა, რომ ეროვნული ფორუმი და მრეწველები შემოვლენ ქართულ ოცნებაში, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ შემდგომში თუნდაც გაფართოვდეს და იყოს ეროვნული ფორუმიც და მრეწველებიც თუნდაც ცალკე. ეს ამაში ცუდი არაფერი არ არის, ანუ ჩვენ მაინც ვქმნით ერთ დიდ უმრავლესობას, რომელსაც ქვია ქართული ოცნება და ჩვენ ერთიანი უმრავლესობით გამოდივართ საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა ფრაქციების რაოდენობის ზრდა და ასე ვთქვათ, რამოდენიმე ფრაქციად დაყოფა უმრავლესობის ეს ნამდვილად ცუდი არ არის, ეს არის დემოკრატიული პროცესი, ეს არის უფრო მეტი დისკუსია, უფრო მეტი მსჯელობა და შესაბამისად ამაში ცუდი ნამდვილად არ არის არაფერი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ კოალიცია ისედაც შედგებოდა 6 სუბიექტისგან და არ იყო გამორიცხული, რომ დაუშვათ 6-ვე სუბიექტს შეექმნა ცალკე ფრაქცია და პრინციპში მრავალპარტიულობა სწორედ ეს არის და ნამდვილად შეიძლება ჩვენ რა თქმა უნდა ვართ ერთიანი თავიდან ბოლომდე და აქ რაიმე პრობლემა და რაიმე განსხვავება ჩვენს ძირითად პრინციპებში არ არსებობს, მაგრამ ის რომ ცალკე ფრაქციებად ვიმუშაოთ და
ამ შემთხვევაში ეს დემოკრატიული პროცესი კიდევ უფრო განვავითაროთ, ამაში ცუდი არაფერი არ არის და საზოგადოებამ მინდა იცოდეს სწორად, რომ ეს არ ნიშნავს თუნდაც 4 ფრაქციის არსებობა, არ ნიშნავს, რომ დაუშვათ კოალიცია ქართული ოცნება, ან დაიშალა, ან დაიშლება, ან რაღაცა ბზარია, არავითარ შემთხვევაში. მე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ ყველა ამ ფრაქციას სწორედ წინ უძღვის ქართული ოცნება რესპუბლიკელები, ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატორები და თვითონ ქართული ოცნება. ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ჩვენ აი ამ უმრავლესობაში ვქმნით იმ ასე ვთქვათ შენაკადებს, რასაც ეს ცალკე ფრაქციები ქვია და ეს ნიშნავს სწორედ მეტ დემოკრატიას, მეტ დისკუსიას, მეტ მსჯელობას, მეტ დროს ამისთვის და ამაში ცუდი არაფერი ნამდვილად არ არის. ქალბატონო, სამუშაო ჯგუფები ყავდათ გაგზავნილი ქუთაისში, როგორც იცით, თქვენ ხვალაპირებთ უკვე ქუთაისში გამგზავრებას. რა ინფორმაციას ფლობთ, რა მდგომარეობაში არის ახლა დაშენებული პარლამენტის შენობა, იმიტომ რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაზის გაჟონვის საფრთხე შეიქმნა სავენტილაციო სისტემის მოწესრიგებისას. არის გამართული, რომ პირველი სხდომა მიიღოს? ჩვენი ჯგუფი უკვე კარგი ხანია იქ არის, მაგრამ მეც პირადად გახლდით და არა მხოლოდ მე, თითქმის ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ბიურო ყველანი ვიყავით სულ რამოდენიმე დღის წინ და სიმართლე გითხრათ ყველა ოთახში იქ იყო რაღაცნაირად სამუშაო გარემო, იყო ხარაჩოები, მიმდინარეობდა რაღაცა ქვების ჭრა, თლა, იყო საოცარი მტვერი, მერე ეს ვენტილაცია არ ირთვებოდა იმის გამო, რომ მტვერში არ შეიძლება სრულყოფილად და გამართულად იმუშაოს, ამან ცოტა შეგვაშინა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ აბსოლუტურად სრულყოფილად იმუშაოს პარლამენტმა და რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას რაღაცა ტექნიკური გაუმართავობის გამო შენობისა. მაგრამ როგორც მშენებლები შეგვპირდნენ, გითხრეს რომ კვირადილას იქ ყველაფერი იქნება წესრიგში საიმისოდ, რომ სხდომა ჩატარდეს, რა თქმა უნდა არის იქ გარე პერიმეტრზე მთელი რიგი სამუშაოები ჯერ კიდევ დასასრულებელი და ეს რამოდენიმე მილიონსაც ითვლის სამწუხაროდ, მაგრამ ის რომ შიგნით სამუშაო პირობები შეიქმნას, იყოს ინვენტარი, იყოს სისუფთავე, იყოს ყველა პირობა შექმნილი, ჩვენ ასე ვთქვათ შეგვპირდნენ იმას, რომ კვირისთვის ეს იქნება წესრიგში. მე იმედი მაქვს, რომ ხვალ ჩვენ ჩავალთ იქ და ხვალისთვის უკვე დაგხვდება აქ მზაობა და რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა თუ კი ყველაფერი იქნებოდა დასრულებული და შენობა იქნება მიღება ჯაბარებული, ასე ვთქვათ, როგორც წესი და რიგია, თუმცა ეს ვერ მოესწრო სამწუხაროდ, იმიტომ რომ მე არ მგონია რომ კიდევ ამ 2 დღეში აი ეს ყველაფერი დასრულდეს, რაც უნდა დასრულებულიყო. რა ვქნათ, ესეთი რეალობაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტმა არ უნდა იმუშაოს, ჩვენ უნდა პირველი სხდომა ჩავატაროთ და ძალიან ინტენსიური იქნება ჩვენი, ასე ვთქვათ, მუშაობა იმ კვირაში, მოგეხსენებათ მთავრობის მადმინდობის გამოცხადების საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მის მთავრობის პროგრამის განხილვა და დამტკიცება, აქედან გამომდინარე ჩვენ ვალდებული ვართ მთელი კვირა ძალიან ინტენსიურად ვიმუშაოთ და არა მხოლოდ კვირა, არამედ მთელი ეს სესია. ქალბატონო, როგორი იქნება პირველი სხდომა, რა ინფორმაციას ფლობთ, დაესწრება მას საქართველოს პრეზიდენტი და ვინა იქნებიან კიდევ წარმოდგენილები ამ სხდომაზე? ეს პრაქტიკულად მან უნდა გახსნას, ეს უნდა მიესალმოს, ასე ვთქვათ, დეპუტატებს, ეს მისი ვალდებულებაა და კონსტიტუციური, ასე ვთქვათ, უფლებაც, ის აუცილებლად იქნება, თუმცა მე არ მგონია, რომ ის ბოლომდე დაესწროს, მე ვფიქრობ ის გახსნის და მას შემდეგ რაც უხუცესი გადაიბარებს, ასე ვთქვათ, სხდომის წაყვანას, მე ასე ვფიქრობ, რომ ის ალბათ დატოვებს ამ სხდომას, ყოველ შემთხვევაში არ არის აუცილებლობა, რომ ის იყოს ბოლომდე. ყველაფერი რა თქმა უნდა არის გაწერილი რეგლამენტით და შესაბამისად კონსტიტუციითა და კანონით. ჩვენ უმრავლესობა ვართ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მზად ამ სხდომისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია დღის წესრიგში შეტანილი საკითხები, კერძოდ ეს არის, რა თქმა უნდა, უფლებამოსილების ცნობა დეპუტატების. ამისთვის ესე ვთქვათ, უნდა აირჩიეს სამანდატო კომისია, რა თქმა უნდა, ხმის დამცველი კომისია, აუცილებელია თავმჯდომარის არჩევა, ამის შემდეგ უკვე თავმჯდომარე განაგრძობს სხდომას და აუცილებელია, რა თქმა უნდა, საპარლამენტო კომიტეტების, დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეების დამტკიცება, რაც რა თქმა უნდა ამ კომიტეტებს უკვე მისცემს მუშაობის შესაძლებლობას. და პრინციპში ეს არის ის დღის წესრიგი, რაც ჩვენ უნდა ამოვწუროთ და უნდა ბევრი რამ მოვასწროთ და გარდა ამისა მინდა გითხრათ, არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც წამოიჭრა, ეს არის სახალხო დამცველის კანდიდატურის საკითხი, იმიტომ რომ ერთი თვეა რაც განთავისუფლებული, ასე ვთქვათ, სახალხო დამცველი აღარ არის, ასე ვთქვათ, არის მოვალეობის შემსრულებელი. ანუ შესაძლოა კვირას და აი წარმოიდგინეთ 21-მდე ერთი თვის ვადაში მისი გადადგომიდან თუ უფლებამოსილების შეწყვეტიდან არის, ასე ვთქვათ, საკანონმდებლო მოთხოვნა, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს არჩევა.
ანუ კანდიდატურა უნდა დასახელდეს და შესაბამისად პარლამენტს ამის ვალდებულება უკვე 21-ში აქვს. Რა თქმა უნდა, პირველივე ხდომაზე ძალიან რთული იქნება ამ ყველაფრის გაკეთება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ჯერ ჩვენი დეპუტატების უფლებამოსილება უნდა ცნოს, ასე ვთქვათ, პარლამენტმა და შესაბამისად ჩვენ უნდა შევუდგეთ და ჩვენ უნდა გავხდეთ უფლებამოსილი და შემდეგ, რა თქმა უნდა, ფრაქციებს და კომიტეტებს უნდა ქონდეთ შესაძლებლობა ამ კანდიდატებზე იმსჯელონ. ანუ მოსალოდნელია, რომ მომდევნო კვირას უკვე თავრობის დამტკიცებასთან ერთად აუცილებლად ეს სავალდებულოა, იმიტომ რომ ჩვენ ვადებს უბრალოდ დავარღვევთ და ამის გამო სწორედ მე მინდა იცოდეს საზოგადოებამ, ჩვენ ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ სამოქალაქო სექტორთან, არასამთავრობო სექტორთან, ვინაიდან ორგანიზაციებთან უკაცრავად, ვინაიდან არ გვინდა მოხდეს ისე, რომ როგორც ეს იყო დავუშვათ წინა არჩევის შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ უმრავლესობისგან იყო დასახელებული ერთი კანდიდატი და ჩაგიკითხებით, ქალბატონებმა რამდენიმე კანდიდატურაზე ვრცელდება ინფორმაცია, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ყავს ლია მუხაშავრია წარმოდგენილი, ნაწილს დიმიტრი ლორთქიფანიძე, თამარ გურჩიანი დასახელდა, ნანა კაკაბაძე. Აი რა პროცესები მიმდინარეობს, შეხვდით რა თქვენი სიმპათია თქვა კოალიციის ვისკენ იხრება ომბუდსმენის შორის. იცით რა არის, აბსოლუტურად ყველა კანდიდატი არის ძალიან ღირსეული, ძალიან გამოცდილი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, წლების განმავლობაში ეს ადამიანები ამ სფეროში საქმიანობენ და ძალიან ღირსეულად, ძალიან რთული ახლა ესე გააკეთო არჩევანი. ჩვენ დავუშვათ ესეთი მოსაზრებაც გქონდა, რომ ამ შემთხვევაში დავუშვათ სადღაც 4 კანდიდატი დარჩა, როგორ გითხრათ, რამოდენიმე უარი თქვა, მაგრამ ვიცი რომ ნანა კაკაბაძე მაგალითად უარი თქვა დღეს გელამ გითხრა ნიკოლაშვილმა, ასევე იყო გიორგი გოგია Human Rights Watch-ის წარმომადგენელი, მანაც აი დღეს ვისაც ჩვენ შევხვდით, ეს გახავთ გელა ნიკოლაიშვილი, ქალბატონ ლია მუხაშავრია, თამარ გურჩიანი და დიმიტრი ლორთქიფანიძე. ანუ ამ ადამიანებს შევხვდით, რა თქმა უნდა, გადასაწყვეტი არის საბოლოოდ უმრავლესობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, უმცირესობასაც ეყოლება თავისი კანდიდატი, არ ვიცით ის ვინ არის ოღონდ და ასეთი იდეაც იყო, რომ ცალკე ფრაქციებმა, ანუ ჩვენ ხომ 4 ფრაქცია მინიმუმ გვაქვს, ცალკე ფრაქციებმა დაასახელონ დაუშვათ ამ კანდიდატებიდან თითო და ყველას მოусმინოს კომიტეტებმაც, უმრავლესობამ, უმცირესობამ, ფრაქციებმა და შემდგომში აი ჯანსაღი კონკურენციის აბსოლუტურად გამჭვირვალე კონკურენციის ფონზე სადაც შეიძლება მედიაც დაესწროს, შემდგომში მიიღებს უმრავლესობა გადაწყვეტილებას და მე ვფიქრობ ამაში ცუდი არაფერი არ არის. თუ არის გამოკვეთილი რჩეული. აი სიმართლე გითხრათ, თუ დაგვიჯერებთ, აი გუშინ ყველაზე იყო მსჯელობა, იმიტომ რომ ვინც დასახელდა არასამთავრობოებიდან თუ რაღაც დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფიდან, ყველაზე იყო მსჯელობა, მაგრამ გამოკვეთილად რომ აი რომელიმეზე გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, ნამდვილად ეს არ ყოფილა და ეს არც იქნებოდა, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა დავემსგავსოთ იმ უმრავლესობას, რომელიც წლების განმავლობაში არ ეკითხებოდა არც არასამთავრობოებს, არც საზოგადოებას და ერთპიროვნულად წყვეტდა ყველაფერს მიშა სააკაშვილი. ქალბატონოვანდა, ასევე პრობლემატური ხდება, სად იქნება მომავალში პარლამენტი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ვახტანგ ხმალაძე უკვე გამოდის კონკრეტული ინიციატივით, რომ თბილისში იყოს გადმოტანილი, თუმცა ამ საკითხის კენჭისყრასაც ჭირდება 100 ხმა. საიდან აპირებთ 15 ხმის მოგროვებას და თუ არის უკვე კოალიციაში შეთანხმება მიღწეული, რომ პარლამენტი უნდა იყოს ისევ თბილისში. სიმართლე გითხრათ, არც დასამალი არ არის, ჩვენს უმრავლესობაში ნამდვილად აზრი არის ისეთი, რომ საპარლამენტო დედაქალაქი და დედაქალაქი ქვეყანას უნდა კონდეს ერთი და ეს არის თბილისი და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ყველაფერი შევძლოთ იმისთვის, რომ დაბრუნდეს თბილისში საპარლამენტო ცხოვრება, მაგრამ ძალიან დიდი ხარჯებია გაწეული, მინდა გითხრათ ამ შენობაზე. არ ვიცი ზუსტად რამდენი, ალბათ ამას ჩვენ დავთვლით და ვნახავთ. ამბობენ 300 მილიონამდეც კიო და იმდენად ძვირიჯდება ამ შენობის შენახვა, იმიტომ რომ 24 საათის განმავლობაში წლის ყველა სეზონზე ყოველდღიურად ამ შენობას ჭირდება ვენტილაცია. ანუ ზამთარში, ზაფხულში, ყველა სეზონზე, იმიტომ რომ არ იღება არც ერთი ფანჯარა. ანუ მთლიანად ყვება უნდა იყოს, ეს თქვათ, უზრუნველყოფილი ელექტროენერგიით და არის ძალიან ძვირი ეს ყველაფერი, გარდა ამისა, იქ გათბობის სისტემა და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ძვირი დაჯდა ეს ყველაფერი და შენახვაც ყოველწლიურად ძალიან მძიმედ დააწვება ბიუჯეტს. ამიტომ ალბათ საფიქრალია ღირს თუ არა ეს აი ამ
დუხჭირ ქვეყანაში და საერთოდ რა საჭირო იყო ამ ხარჯების გაღება, როდესაც მთელი იმერეთის რეგიონის აღორძინება შეიძლებოდა ამ თანხებით და დამერწმუნეთ სოფელი არ დარჩებოდა იმერეთში, რომ გზა არ ყოფილიყო მიყვანილი აი ამ ხარჯებით და ეს იყო აბსოლუტურად ისეთი უმიზნო ხარჯები, რომლის ასე ვთქვათ გამართლება ნამდვილად დღეს იქნება ძალიან რთული. მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობაა მოგეხსენებათ ამისთვის საჭირო. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ უმცირესობაშიც ძალიან ბევრი დეპუტატი დღეს ფიქრობს სწორედ იმას, როგორ დაბრუნდეს თბილისში. მე არ გამოვრიცხავ, რომ მათგანაც იქნება ხარდაჭერა გარკვეული ნაწილის, რა თქმა უნდა, და ბობოხიძე ალბათ მხარს არ დაუჭერს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიმუშავებთ იმ კუთხით, რომ ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის შესაბამისი რაოდენობის ხმები დავაგროვოთ იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს, თუმცა ესეც გარკვეულ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. აქ შენობა აბსოლუტურად ამ შემთხვევაში არის უვარგისი, იმიტომ შიგნით ეს გასარკვევია ჯერ კიდევ, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ვიცით, გაყიდული არ არის, მაგრამ შიგნით აბსოლუტურად დანგრეულია, ამიტომ ესეც სარემონტო, აქაც დამატებითი ხარჯებია საჭირო და შემდეგ რას უნდა მოხმარდეს ის შენობა, რაც არის. ანუ ამასაც მიზნობრივად უნდა ხო მოფიქრება და მაგრამ გიმსჯელიათ კოალიციაში რომელიმე შენობა, რომელიც თქვათ ამ დროისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს და გამოთავისუფლებული მომავალი პარლამენტის. არა, იცით, ისევ და ისევ ფიქრი არის ძველ პარლამენტზე, რომ ის გაკეთებ, იმიტომ რომ ისტორიული შენობაა ეს, ხო, 90-იან წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა სწორედ ამ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერა ამ შენობაში მოხდა. ხა შეიძლება ძალიან ბევრი ცოდვებიც იყო ამ შენობაში ჩადენილი, მაგრამ მაინც ასე თუ ისე ქვეყნებს აქვთ რაღაც ისტორიული მეხსიერება, ხო? იგივე ბრიტანეთს, გერმანიას თავისი პარლამენტის შენობებით ეხა ისინი ამაყობენ და ეს საუკუნეებს ითვლის. და არ ხდება ესე ვთქვათ ძალიან ხშირად ცვლილება, კი არა, მუდმივად ერთი და იგივე შენობა აქვთ და მე ვფიქრობ, ჩემი პირადი აზრიც არის და ჩემი კოლეგებისაც, რომ შესაძლებელია ეს გარემონტდეს, გაკეთდეს და ისევ დაბრუნდეს პარლამენტი აქ და მაგრამ იქ იცით რა არის, მთავრობა, კონტროლის პალატა, ინფრასტრუქტურა რაღაცნაირად შექმნილი იქ ქუთაისში, პრინციპში სააკაშვილს ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ თბილისისთვის ფუნქცია დაეკარგა. მას არ უყვარს დედაქალაქი სამწუხაროდ და პირდაპირ ასე ვთქვათ მიზანმიმართულად ხდებოდა თბილისისთვის ფუნქციის დაკარგვა. რა თქმა უნდა, ქუთაისიც უნდა განვითარდეს, ბათუმიც უნდა განვითარდეს, ფოთიც, ზესტაფონიც და ყველა სოფელიც, მაგრამ არის რაღაც ისტორიული ფუნქცია, ისტორიული მისია რაღაცა ჩვენი ქალაქების, დედაქალაქის მათ შორის, რომელსაც სააკაშვილი ვერ შეცვლის და ვერც ის უმცირესობა, რომელიც თავის დროზე უმრავლესობაში იყო. ეს არის, რა თქმა უნდა, საკითხი, რომელზეც საჭიროა მსჯელობა, საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ მიგვაჩნია რომ ეს მიღწევადი. ნაციონალურ მოძრაობას რომ მიუბრუნდეთ, ოპოზიციაში გადასული ხელისუფლება ამბობს, რომ დაუდარაჯდება თქვენს ყველა გადაწყვეტილებას, იქნება ძალიან აქტიური და კონსტრუქციული ოპოზიცია. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ერთ სივრცეში მუშაობა? იცით რა არის ახლა? სიმართლე რო გითხრათ, მარტივი არ იქნება, იმიტომ რომ არიან განსაკუთრებით ოდიოზური ფიგურები. მე მაგალითად ხა არ ვიცი, როლანდ ახალაიასთან და ასეთ მსგავს ფიგურებთან. პირდაპირ ვამბობ, რომ როდესაც ჩვენ ვიცით 100%-ით, რომ ეს არჩევნები და უშუალოდ სადაც მათ თავი მოგებულად გამოაცხადეს, გაყალბდა, იქ მთელი რიგი დარღვევები იყო დაშვებული და უსამართლოდ მოხდნენ ისინი, რომ სასამართლომ გადაწყვიტა მათ სასარგებლოდ, იქ კომისია ამ ყველაფერს შესწავლა უნდა, ამ ყველაფერს დრო უნდა. ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშაო ასეთ დეპუტატებთან, მაგრამ სხვა გზა არ არის, ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენი ქვეყანა დიდხანს ვერ აიტანს და ვერ მოითმეს იმას, რომ რაღაც ინკლაობის და რაღაცა გაუგებრობების გამო აქ საქმე არ გაკეთდეს. ამიტომ ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული, პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, უმრავლესობაში ყოფნა არის ძალიან რთული, იმიტომ რომ საქმე სწორედ ჩვენ უნდა ვაკეთოთ. მათი საქმე არის კრიტიკა, ალბათ ისინი ამ ჩასაფრების პოზაში იქნებიან ძალიან დიდხანს, იმასაც ამბობს საზოგადოებაში ხალხი, რომ რაღაცა რევანშისთვის ემზადებიან, აი ერთი წლის მერე რაღაც ის იმედი აქვს, ყოველ შემთხვევაში მე არ მგონია, რომ ხალხს კონდეს ესეთი ცოტა ვიწრო მეხსიერება, ყველამ კარგად იცის ის ქმედებები, რასაც ნაცმოძრაობა წლების განმავლობაში ახორციელებდა, შედეგები, რასაც ვიმკით და კიდევ ახლა ჩვენ რო შევალთ სამინისტროებში, ჩვენი მთავრობა შევა და იქ ნახავს თითოეულ სამინისტროში რა ხდებოდა, ან
სად მიდიოდა ეს ბიუჯეტის თანხები, რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა, ძალიან ბევრი რამ კიდევ გამოჩნდება და მე არ ამგონია კიდევ რომ დიდად სურვილი კონდეს მე ძალიან ბევრ მათგანს იყოს იმ ჩასაფრების პოზაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დანაშაულიც გამოჩნდება. ამიტომ რა თქმა უნდა ოპოზიციის საქმეა კრიტიკა, კი ბატონო, ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია, თუმცა ჩვენი მიზანია რომ ადამიანებსაც შევპირდით და ამხელა იმედი აქვს დღეს მოსახლეობას, ეს იმედები არ გავუცრუოთ და ვიმუშაოთ, ძალიან ბევრი საქმეა საკეთებელი და ამ ქვეყნის გამოყვანაა პირველ რიგში საჭირო ამ სიდუხჭირიდან რაში. თქვენ ახსენეთ პასუხისმგებლობის საკითხი მაღალჩინოსნების მხრიდან ყველა დიდი ინტერესით ელოდება საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში. აი რა დრო დასჭირდება, რამდენად დროულად ჩამოყალიბდება და რომელი უკვე თუ შერჩეული არის რაიმე ცნობილი გახმაურებული საქმეები, რომელთა განხილვასაც ეს კომისია დაიწყებს. იცით რა არის, ახლა დღეს მაგალითად იყო საუბარი, პრინციპში თავდაპირველად იყო საუბარი არჩევნების გაყალბების თემაზე. ანუ ამ ქვეყანაში არჩევნები ყალბდებოდა არა მხოლოდ ეხლა, არამედ წლების განმავლობაში ეს იყო პრობლემა და ადამიანები რჩებოდნენ დაუსჯელები. ანუ არის ეს მოსაზრება რომ დაიწყოს კომისიამ სწორედ ამ მიმართულებით მუშაობა, თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა რომ არსებობს საგამოძიებო ორგანოები, არის პროკურატურა, არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურები, არის სასამართლო, პარლამენტი, რა თქმა უნდა, ვერ აიღებს იმ ფუნქციას, რაც უნდა აიღოს პროკურატურამ და იგივე სასამართლომ, ხო? ანუ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ გვინდა რომ ეს იქნება არჩევნების გაყალბება, ეს იქნება ბიუჯეტის თანხების მითვისება თუ მკვლელობები თუ წამება ადამიანის ციხეში თუ რაც კორუფციული რაღაც სხვა დანაშაული, რაოდენ მაღალი თანამდებობის პირებსაც არ უნდა ეხებოდეს. სწორედ ამისთვის უნდა იმუშაოს საგამოძიებო ორგანოებმა, უნდა იმუშაოს პროკურატურამ და ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, შესაბამისად პასუხი უნდა აგოს. ამ ფუნქციას, რა თქმა უნდა, პარლამენტი ვერ შეითავსებს. მაგრამ არის თემები, რომელზეც დღესაც იყო არასამთავრობოებთან მაგალითად მსჯელობა, მაგალითად პოლიტპატიმრების. ანუ რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ ეს ადამიანები, რომელთა რიცხვიც 150-ს აჭარბებს, ანუ აქ არის საუბარი იმ ძალიან გახმაურებულ საქმეებზე, რომლებზეც არასამთავრობოებმა უკვე დასკვნებიც დადეს, რომლებზეც საერთაშორისოებმაც ბევრი ისაუბრეს და არის თემები, რომელიც აი საყოველთაო ცნობილია, თუმცა ადამიანები ისევ განაჩენით ხედან ციხეებში, იტანჯებიან, წამების მსხვერპლი გახდნენ ამასობაში და არ არსებობს ბერკეტი, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ, ხო? სწორედ ამ ბერკეტებზე ფიქრობს დღეს უმრავლესობა და ფიქრობთ იმას, რომ პარლამენტმა უნდა შეასრულოს ძალიან დიდი როლი სწორედ ასეთი ადამიანების მიმართ სამართლიანობის აღდგენაში. და არ არის ლაპარაკი მხოლოდ პოლიტპატიმრებზე, ანუ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ადამიანებზე, არამედ ათასობით ადამიანი დღეს შეიძლება ითქვას არის უკანონო განაჩენის მსხვერპლი, არასამართლიანი სასამართლოს მსხვერპლი, აი როგორ უნდა მოხდეს, იქ როგორ უნდა იმუშაოს ახალ აღმოჩენილმა გარემოებებმა, რა უნდა აკეთოს პროკურატურამ, რა უნდა შეიცვალოს საკანონმდებლო დონეზე, რომ აღდგეს სამართლიანობა. უზარმაზარი სამუშაოა. ადამიანის უფლებათა კომიტეტში იქნება სამუშაო, რა თქმა უნდა, პროკურატურაში, სამუშაო თავისთავად სასამართლოებს ექნებათ და აქ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობა და როდესაც იგრძნობენ დღეს მოსამართლეები, რომ არანაირი წნეხი არ მოდის არც პროკურორისგან, არც მინისტრისგან, არც ასე ვთქვათ, პრემიერ-მინისტრისგან თუ ნებისმიერი აღმასრულებელი სტრუქტურის თუ არც პარლამენტისგან, მე იმედი მაქვს, რომ ბევრი მოსამართლე მუნდირის ღირსებას კიდევ შეინარჩუნებს და რაღაც სახეს კიდევ შეინარჩუნებს და კანონის და კონსტიტუციის წინაშე იმოქმედებს, რადგან სამართლიანობა აღვადგინოთ. ამიტომ მე ხა ვერ დავკონკრეტდები დაუშვათ საგამოძიებო კომისია რა საქმეებს განიხილავს და ასე შემდეგ, თუმცა ეს კომისია რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტში, მე დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა ჩვენ ვერ გავცდებით კანონს და რეგლამენტს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერ აიღებს ეს კომისია პროკურატურის ფუნქციას. ძალიან დიდი სამუშაო სწორედ იქნება ჩასატარებელი გამოძიების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებების, გარკვეული დასკვნების მიღების თვალსაზრისით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ქალბატონო მანდა, აქ საუბარია იმაზეც, რომ უფლებადამცველები ითხოვენ, რომ კანონის დონეზე მოხდეს ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრის სტატუსის განსაზღვრა. აი ამ კანონპროექტის მიღებას თუ გეკმავთ. იცით რა არის, ევროსაბჭომ ეხლახანს შეიმუშავა ძალიან კონკრეტული კრიტერიუმები პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საქართველოს კიდევ თავისი სპეციფიკა აქვს და
ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგად გამოვიყენოთ ეს კრიტერიუმები და ის ადამიანები, ვინც აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს, სამწუხაროდ, ანუ ვისაც მოექცნენ სწორედ ისე, რაც არის ჩამოთვლილი ამ აღიარებულ ევროსაბჭოს კრიტერიუმებში, იყვნენ დაუყოვნებლივ გათავისუფლებულები, მაგრამ ეს გათავისუფლებაც მაინც ჩვენი აზრით უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, ანუ სასამართლოს მიერ განაჩენის გადასინჯვის საფუძველი უნდა შევქმნათ, რაც არის სწორედ ის დასკვნები, რომელსაც ჩვენ ვფიქრობთ ალბათ უფრო კარგი იქნება თუ მოამზადებენ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები, სწორედ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ჩართულობით თუ მათი ხელმძღვანელობით თუ ამას ყველაფერს სჭირდება საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფა, რომ კონდეს ლეგიტიმაცია ამ დასკვნას და იყოს ასე ვთქვათ, საფუძვლიანი ეს დასკვნა, რომელსაც გამოიყენებს სასამართლო და გადასინჯავს სწორედ ასეთ საქმეებს, სადაც არის პოლიტიკური საფუძველი და ადამიანები გათავისუფლებიან. ან, მაგალითად, შევარდნაძის დროს თუ გახსოვთ ის ვიადისტების გათავისუფლების პროცედურები, მაგალითად ეს ყველაფერი აიღო მაშინ უზენაესმა სასამართლომ. მაგრამ ეხლა ჩვენ გვეეჭვება, რომ უზენაესი სასამართლო რაიმე ასეთ ფუნქციას აიღებს და გნებავთ, რომ აიღოს საჭიროა საკანონმდებლო უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, არსად ჩვენ კანონში არ გვიწერია პოლიტპატიმრის გათავისუფლების პროცედურა. საქართველოში არ იყო აღიარებული მთელი ამ წლების განმავლობაში პოლიტპატიმრების საერთოდ არსებობის ფაქტი. სახალხო დამცველიც კი ყოველთვის გაურბოდა ამ ფაქტორის, ასე ვთქვათ, წინ წამოწევას და სამწუხაროდ ზოგიერთი არასამთავრობოც რაღაცნაირად გვერდსულიდა ამ ყველაფერს, მაგრამ მოვიდა ის დრო, როდესაც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები და ათასობით კიდევ შეიძლება უკანონო პატიმარი. ეს ძალიან რთული პროცესია, ამას სჭირდება უზარმაზარი ადამიანური რესურსი, ამას სჭირდება უზარმაზარი დრო და ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, ფინანსები. იმიტომ რომ ამ ყველაფერს სჭირდება შესწავლა, გამოკვლევა, გამოძიება და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ სამართლიანობა თუ გვინდა აღვადგინოთ, პირველ რიგში ჩვენ უნდა დავიწყოთ პოლიტპატიმრების თემით. ეს ხდება ყოველთვის იმ ქვეყნებში, სადაც ხდება ხელისუფლების ცვლილება და როდესაც ფაქტია, რომ გარკვეული, ასე ვთქვათ, მძიმე შედეგები მოიტანა იმ წარსულმა პერიოდმა, როდესაც ნაცმოძრაობა იყო უმრავლესობაში. პატიმართა ამნისტიას, რაც ეხება ამნისტიასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება თუ იგეგმება? რა თქმა უნდა, იგეგმება ამნისტიის კანონპროექტის შემუშავება და მიღება. მოგეხსენებათ, იყო რამოდენიმეჯერ ასეთი კანონპროექტები ინიცირებული, მაგრამ იყო ძალიან უმნიშვნელო. მე ხა მახსენდება რაღაც გემის კაპიტნის მიერ გემის მიტოვება, რაღაც ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა და ესეთი მუხლები იყო ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ და არა მარტო მე, არამედ ჩვენი კოლეგები ფიქრობენ, რომ მთელი რიგი მუხლებია განსაკუთრებით ეკონომიკურ დანაშაულთან მიმართებაში, როდესაც არაძალადობრივია, როდესაც საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საშიში ქმედება არ არის, ხომ? არ არის აუცილებელი ადამიანები პატიმრობაში იყვნენ. და ამითი ჩვენ ციხის მოსახლეობის, ასე ვთქვათ, გათავისუფლებას, ანუ უბრალოდ ციხის პატიმართა რაოდენობის შემცირებასაც შევუწყობთ ხელს, უნდა იყოს გამოყენებული პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი, დაავადებული პატიმრების მიმართ აუცილებლად პრიორიტეტად ის რომ არის მექანიზმი გადავადების სასჯელის ან საერთოდ გათავისუფლების, რაც სამწუხაროდ აბსოლუტურად ჩაკეტილი სისტემა იყო და იყო ძალიან რთული და ამიტომ იღუპებოდნენ სწორედ პატიმრები სასჯელ ახსულების დაწესებულებებში. ყველა ეს მექანიზმი თუ ერთობლივად ამოქმედდება, ანუ იქნება ამნისტიაც, იქნება გადავადებაც, იქნება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაც, დაავადებული პატიმრების გათავისუფლებაც, მთლიანად სასჯელისგან, თუ კი შეკრებითობის პრინციპი გაუქმდება, ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ამ შემთხვევაში, თუმცა მე მინდა ხაზი გაუსვა, განუხრელი ბრძოლა იქნება დანაშაულთან. ანუ არავინ იფიქროს საზოგადოებიდან და არ მინდა რომ შიში იყოს საზოგადოებაში, აი ამდენი დამნაშავე ხა თუ გარეთ გამოვიდა, მე რა იქნება, ან თუ ჩვენ მოვადუნებთ ყურადღებას კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით, შემდეგ რა იქნება, ჩვენ განუხრელ ბრძოლას გავაგრძელებთ, შეურიგებელ ბრძოლას კრიმინალთან და ასე ვთქვათ, ეს იქნება ეს კურსი, რა თქმა უნდა, იქნება შეუცვლელი, თუმცა ერთი რამ ცხადია.
დანაშაულთან ბრძოლა უნდა იყოს კანონის ფარგლებში, არ უნდა ხდებოდეს ადამიანების მიმართ ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, წამების, სიცოცხლის მოსპობის და ესეთი ძირითადი უფლებების შელახვის ფონზე არ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი. და ბოლოს დრო იწურება მოკლე კითხვა და მოკლედ რომ გვიპასუხოთ, გთხოვთ, თუ დარჩება ძალაში დაპირება კანონპროექტის მიღება იმის შესახებ, რომ თუ კონკრეტული მაჟორიტარი ვერ შეასრულებს დანაპირებს, უკან გამოიწვიოთ. ჯერჯერობით ჩვენი არც კონსტიტუცია, არც კანონმდებლობა ამას არ იცნობს. მე ახლა ნაადრევი იქნება ამის შესახებ პასუხი ჩემი მხრიდან, თუმცა არის მთელი რიგი ქვეყნები, სადაც ესეთი პრაქტიკაც არსებობს. ეს მომავლის საკითხია და ვნახოთ როგორ განვითარდება ზოგადად დისკუსია ამ თემაზე პარლამენტში. ყოველ შემთხვევაში დღეის მდგომარეობით ეს არ იგეგმება. ძალიან დიდი მადლობა. მარინა კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერობის კანდიდატი პასუხობდა ჩვენ შეკითხვას. მთავარი კითხვა ამით დასრულებული არის. ორშაბათიდან კვლავ გადაცემას ეკაბერიძე წაიყვანს. მეც ორშაბათამდე დაგემშვიდობებით, თუმცა ერთმანეთს უკვე ახალი ამბების სტუდიაში შევხვდებით.